მოგესალმებით ჩემო კარგებო, როგორც უკვე ჩემ ვიდეოში ვახსენე, დავიწყე სამსახურის ძებნა და დღეს მაქვს პირველი ინტერვიუ. ეხლა ერთად გავემზადოთ, უცებ სანამ წავალ და თან რაღაცებს გეტყვით, თქვათ აქ როგორ ხდება დაახლოებით და გამოცდილებაც მქონია, ბევრი არ მქონია, სულ 2 სამსახური მქონდა ამ 11 წლის განმავლობაში, რაც კანადაში ვარ. გარკვეული და საპატიო მიზეზების გამო 5 ბავშვის ამ ბავშვი როცა ვახერხებ ყოველთვის ვცდილობ რომ მოკლედ მქონდეს სამსახური, ეგეთი ესაა რა რაღაცნაირად აი როგორ ვთქვა ტიპაჟი, მირჩევნია, ვიყო დაკავებული, უფრო თითქოს ყველაფერს კიდე უფრო კარგად ვაორგანიზებ, დავაკეთებ, ვიდრე სახში ვიზრდი, არა ვარ ეგეთი ტიპი, აი რაღაცნაირად აი ვერ ვჩერდები, ეხაც ხო ბავშვებმა რაც ბაღი დაიწყეს, აი თითქოს სახში ვერ ვჩერდები, აი ერთი სული მაქვს იმის ვაკეთებ, რომ ცოტა ხან დავჯდე, დავისვენო ხო, რაღაცა საქმეები რაც მქონდა ესეთი კარგად მისალაგებელი დავალაგე და ეხლა მაინც ისევ ვცდილობ რომ ჩქარა ვიყო ეს სამსახური, არ ვიცი. ხოცა ესეც ალბათ ხასიათია, რომ სულ სადღაც ჩქარობ და სულ სადღაც მეჩქარება. ამ დროს ხო დამოწე გამოვიყენე ეს ნუკის ცრემლები, ანგელოზის ცრემლები, რომელიც ძალიან მომწონს, იმიტომ რომ კანს კიდე უფრო პრიალას და ესეთი რაღაცა ლამას ხდის, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, მაკიაჟს დამსუბუქად გავიკეთებ. ზოგადად კანადაში ოფისები იქნება ეს თუ სამუშაო სივრცეებში მოკლედ, თუნდაც ოფისებში მით უმეტეს დიდად, აი რო გითხრათ 90%-ზე, რა თქმა უნდა, ყველა არა და ყველას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მქონია დიდი შეხება და გამოცდილება როგორც ითხარით, მაგრამ ასე თუ ისე ვიცი ხო, მეგობრებიც ყავს და მეც მქონდა 2 სამსახური, დიდად ესე რაღაცა, აი ჩვენთან უფრო არის რა, აი ესეთი რაღაცა, აი თუნდაც თავის მოვლა, ეს მაკიაჟი, ფორმაში ყოფნა, აი რაღაცა ფორმაში რომ მიდიხარ სამსახურში. ელემენტარული, აი ყველაფერს რო თავიდან მოთ, აი სკოლაშიც კი მასწავლებლები იმდენად რაღაც უბრალოდ არიან, აი უბრალოდ როგორ თქვა, ყოველდღიურ ფორმაში არიან, ეხლა ჩვენთან მასწავლებლები, ჩემ დროსაც და ეხლაც ისეთი მოწესრიგებულები არიან, სხვანაირად არიან რა ჩვენთან. დარწმუნებული ვარ, ევროპაშიც ესე იქნება და აუცილებლად გამიზიარეთ ჩემო გამოწერება ევროპაში როგორ არის ამ კუთხით, მაგრამ აქ როგორც თქვი, ოფისებშიც კი, ეხლა აი ჩვენთან რო არის, სხვანაირად არის რა საქართველოში. რაც ყველაფერი ცოტა მეტი გვიყვარს ჩვენ ქართველებს, მაგრამ აქ აი ძალიან მინიმალურად, ჩაცმაც, მაკიაჟიც, თვითონ პარფიუმიც კი, ყველგან არის ეს გამოკრული, რომ ბევრს აქვს ალერგია და არ არის ზოგადად ზოგან საერთოდ არ არის რეკომენდირებული და ისედაც აი ძალიან ისეთი აი ლაითი სუნით, ძაფრი პარფიუმიც კი არ არის მიღებული და არ ითვლება კარგ ტონად, მით უმეტეს როდესაც პირველად მიდიხარ დამსაქმებელთან. მიუხედავად იმისა, რომ ვეძებ part time სამსახურს, საკმაოდ ჭირს ყოველთვის და განსაკუთრებით ეხლა არ ვიცი რა ხდება, რაღაცა ძალიან ცოტა ვაკანსიები იდება, part time ზოგადადაც არ არის ხოლმე დიდი არჩევანი და ეხლა მით უმეტეს. ეს კონკრეტული სამსახური არის full time 7 საათიდან 4:30-მდე. იდეაში მივდივარ ტყუილად, არ უნდა მივდიოდე, მაგრამ მივდივარ, იმიტომ რომ ყველა ინტერვიუ არის ჩემთვის და მგონია რომ მით უმეტეს ესე დამწყებ საფეხურებზე, ყველას